რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ხაშმის საჯარო სკოლას განათლების სამინისტროს ინფორმაციით სამუშაოებზე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. შენობა 320 მოსწავლეზეა გათვლილი. ადგილზე მოაწყოს ლაბორატორიები, სპორტული და საერთო დარბაზები, ასევე სპორტული მოედანი. მთავრობის პოლიტიკის შესაბამისად განათლების სამინისტრო აგრძელებს სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით მუშაობას. დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლა გავხსენით, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. სკოლა სრულად აღჭურვილია, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვის, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები მოწყობილია, როგორც კომპიუტერული ლაბორატორია, ასევე საბუნების მეთოდოლოგიური ლაბორატორია. სკოლის ინფრასტრუქტურაში ასევე გათვალისწინებული არის გარე სპორტული მოედანი, რომელიც აღკვეთილებს ყველა არსებულ სტანდარტს. ოლიმპიურ კომიტეტი